400,000 კილომეტრზე შორს დედამიწიდან აპოლო 13-ის რეკორდი მოხსნილია. არტემის 2-ის ისტორიული მისია კი სრულდება. უნიკალური კადრები, ტრამპის ჩართვა და პირველი ემოციები კოსმოსიდან. თამარ გოცერიძის სიუჟეტი. მთვარეზე დედამიწის და ისიმ თანამგზავრის შორეული მხრიდან ადამიანის მიერ გადაღებული პირველი ფოტოა. ეს კი კოსმოსიდან დანახული მზის სრული დაბნელებაა. დედამიწიდან ასე შორს მთვარის მიერ მზის გადაფარვა კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არასდროს არავის უნახავს. არტემისი 2-ის მთვარის მისია მხოლოდ ამით არ არის ისტორიული. ორიონის ხომალდიდან ასტრონავტებმა დედამიწიდან უხილავი მთვარის მეორე მხარის ბევრი ფოტო გადაიღეს, რომელსაც მალე მეცნიერები შეისწავლიან. მთვარე საოცრად განათებულია, შესანიშნავი სანახაობა. ნახეს ისიც, რაც ადამიანს ნახევარი საუკუნეა არ უნახავს აპოლოს მთვარის მისიების შემდეგ. უფრო თანამედროვე ტექნიკით დააკვირდნენ მთვარის კრატერებს. ვხედავთ ძალიან ლამაზ ორმაგ კრატერს, რომელიც თოვლის ბაბუას გავს. ასტრონავტებმა მათი თვალით დანახულ კრატერებს სახელებიც დაარქვეს. ამიერიდან ერთს მათი კოსმოსური ხომალდის სახელი ინტეგრიტი ჰქვია. მეორეს კი ერთ-ერთი ასტრონავტის, რიდ ვისმანის 6 წლის წინ გარდაცვლილი მეუღლის სახელი კეროლი. არტემისი 2-ის 4 ასტრონავტმა კოსმოსის ათვისების ისტორიაში წვლილი უკვე შეიტანა. დამყარდა რეკორდი. დედამიწას თითქმის 407,000 კილომეტრი დაშორდნენ. მთვარის უკანა მხარეს 6 საათიანი დაკვირვებისას იყო სარისკო პერიოდიც, როცა 40 წუთის განმავლობაში ასტრონავტებს მართვის ცენტრთან კავშირი არ ჰქონდათ. მთვარე ყველა საკომუნიკაციო სიგნალს ფარავდა. ჰიუსტონ, თქვენი უკვე გვესმის, რა სასიამოვნოა დედამიწის ხმის გაგონება. ჩვენ აქედან ვხედავთ აზიას, აფრიკას და ოკეანეს. ჩვენ სხვა არაფერი გვინდა, გავაგრძელებთ კოსმოსის კვლევას, ავაგებთ რაკეტებს, მაგრამ ყოველთვის ავირჩევთ დედამიწას. ასტრონავტებთან კავშირის აღდგენიდან მალევე მათ მოულოდნელად ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუკავშირდა. ყველას გილოცავთ, თქვენ მსოფლიო გიყურებთ, იყავით იქ, სადაც ადამიანი არასდროს ყოფილა. ამიერიდან ჩვენ კოსმოსში ბევრს ვიმოგზაურებთ, გავმაგრდებით მთვარეზე და შემდეგ გეზს მარსისკენ ავიღებთ. მაინტერესებს თქვენზე რა მოახდინა დაუვიწყარი შთაბეჭდილება. ფიქრობ, ემოციურად ყველაზე ამაღელვებელი მთვარის უკანა მხრიდან დაბრუნება და დედამიწის პირველი დანახვა იყო. მიწასთან 40 წუთიანი კონტაქტის დაკარგვის შემდეგ ხვდები, რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის და კაცობრიობისთვის. კავშირის გათიშვის შემდეგ ვილოცეთ, მაგრამ მალევე დაუბრუნდით სამეცნიერო მუშაობას. ფიქრის დრო აღარ გქონდა, ძალიან ბევრი რამ უნდა მოგვესწრო. ასტრონავტები დედამიწაზე ბრუნდებიან, ისინი 10 აპრილს წყნარ ოკეანეში დაეშვებიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ თუკი ნახევარი საუკუნის წინ მთვარეზე ადამიანის მიერ ფეხის პირველი დადგმა პატარა ნაბიჯი იყო კაცობრიობისთვის, მათი მისია დიდი ნახტომი იქნება კოსმოსის ათვისებაში.